ბოლქვაძე 7 წლის. ვსწავლობდა ბახულოს საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ცეკვა და მუსიკა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ ჩემი თბის სწავლით. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 4 წლის. მე ვიცი სახლის ხატვა, ყვავილის ხატვა, გემების ხატვა, ზღვის ხატვა და ქალაქის ხატვა. ყველაზე ხშირად ვხატავ პეპელას. ყველაზე უფრო მიჭირს ხის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. ძალიან მუქი ფერია და ამძიმებს ნახატს. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 12 კარგი ნახატი. ნახატების გაყიდვა იმიტომ არ მინდა, რომ ბევრი ვიშდომე და მენანება. ყველაზე ხშირად ნახატებს ვჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან მაგალითად მაჩუქა თოჯინა. წელს მინდა მაჩუქოს პლანშეტი. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 50 წლის და მისი ნამდვილი სახელია ნიკოლოზი. ის ახალგაზრდობაში ალბათ იყო სტომატოლოგი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და უკვე 1 წელია დავდივარ ცეკვის წრეს. ჩემი საყვარელი ცეკვაა რაჭკული. საყვარელი ლეთია ეს. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ცერებზე დგომა. ახლა ჩემთვის ყველაფერი ადვილია. ჯერ კონცერტი არ გქონია, მაგრამ მალე გვექნება. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს თბილისში. მე მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს გრძელი, თეთრი და უნდა მქონდეს თეთრი კამარი. სასურველია კაბაც მქონდეს ქართული ორნამენტები. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია მილენა შანთაძე. ყველაზე ცელქია ემილი სოლომონიძე. ყველაზე ჭკვიანია ელი ფშავაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, კეთილი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელია თინა ბოლქვაძე. არ გვიყვირის ბავშვებს გვეხუტება და გვიხსნის გაკვეთილებს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე სტომატოლოგი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სალონისტი. უფრო პატარა რომ ვიყავი, მაშინ მინდოდა გამოსულიყავი რაპუნცელი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს უნივერსიტეტი როგორია. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა და. ჩემი ძმა არის 15 წლის და ქვია ავთო. ის არის ნიჭიერი, ცელქი და ზარმაცი. ჩემი აზრით ავთო რომ გაიზრდება, გამავა მანქანების ხელოსანი. მამა არის მზრუნველი, კეთილი, შვიდი, შრომელი და ბედნიერი. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ ძალიან უყვარს თავისი ოჯახი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ტკბილი, მშვიდი, შრომის მოყვარე. მე ვარ კარგი დიასახლისი. ასე იმიტომ მგონია, რომ სახლსაც ვალაგებ და საჭმელების გაკეთებაც ვიცი. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე, ვიყავი 4 წლის. ეს საჭმელი იყო სუპი. ახლა ყველაზე კარგად გამომდის კექსის გამოცხობა. ჩემი საყვარელი საჭმელია ფაფა. კითხვა მიყვარს 26 წიგნი მაქვს წაკითხული. ჩემი საყვარელი წიგნია სულხან საბასი გავარაკები. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი მეგობრობაზე. სახლში მაქვს ძალიან კარგი ბიბლიოთეკა და ამ ბიბლიოთეკის დირექტორი ვარ მე. ჩემი ოცნების საჩუქარია საგზური რუსეთში. დადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, სულ სახლი მექნებოდა დალაგებული და გაკვეთილები დაწერილი. ყვავილებიდან მე ვგავარ იას, იმიტომ რომ ჩემსავით ნაზი. წინამა ნაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვივიანა რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ვივიანა დამარქვა დეიდამ და ეს სახელი ისე რა მომწონს. ვივიანა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნინი. ჩემს შვილებს დავარქვავდი თაკოს, ნინის, მეს, სანდროს და ნიკას. შემდეგ მონაწილე ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვის არ ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი დედასთან ერთად. ბედნიერება არის ხატვა, კარგი საჩუქარი და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.